სამომხმარო პროექტი იმედის კულტურა. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში თქვენ ისმენთ და თვალყურს ადევნებთ, შეიძლება ასე ითქვას, გადაცემას იმედის კულტურა, მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ. დღეს სეზონის ბოლო გადაცემა და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემა ერთგვარი შეჯამება იქნება იმ ჩვენი გადაცემათა ციკლისა, რასაც თქვენ აქამდე ისმენდით და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემაც ასეთი იქნება. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის აპარატის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ბატონი პაატა სურგულაძე. მოგესალმებით, ბატონო. მოგესალმებით, ბატონო ლადო. დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის. მივესალმები, რა თქმა უნდა, რადიო იმედის მსმენელებს და მაყურებლებს და ვეცდები, რომ კარგი თანამოსაუბრო იყოს. ეჭვიც არ მეპარება ბატონ პაატა, რომ ასე იქნება. ჩვენ ყველა გადაცემას ისე პირობითად სახელს ვარქმევთ ხოლმე და შეიძლება დღევანდელ გადაცემას დავარქვათ ასეთი სახელი, ერთი ქვეყანა, მრავალი კულტურა. დიახ. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და პირდაპირ საქმეზე გადავალთ, რომ არ დავყარგოთ. კი ბატონო. ჩვენი ქვეყანა და ეს არაერთხელ მithქვავს მე გადაცემაში და არა მარტო სხვაგანაც, რომ უნიკალური ქვეყანაა. დიახ. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნების რაც ხდებოდა ჩვენთან ხო ჩვენ შეიძლება ითქვას ხიდი ვიყავით ორი ქვეყნისა ორი სამყაროსი და შემოდიოდა აღმოსავლური და დასავლური რაღაცას ვიტოვებდით რაღაცას ვატანდით რაღაცა დარჩა ჩვენს კულტურაში რაღაცა არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოდი მაშინ ზოგადი კითხვით დავიწყებ რა არის კულტურა რა შეიძლება ჩავთვალოთ კულტურად კი ბატონო მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე სანამ თქვენ შეკითხვაზე პასუხს გავცემდე, მინდა საჩუქრად მოგართვათ მამაშვილი აკაკი და პაატა სურგულაძეების, ანუ ჩემი მამის და ჩემი წიგნი საქართველოს ისტორია, რომელზეც შეიძლება ითქვას თაობებია გასდილი. ამ წიგნში პირველად ესე იგი ზნეობრივი პოზიციიდან გაშუქდა ყოველგვარი კომუნისტური სტერეოტიპების გარეშე და აი ამ არტახების გარეშე ბევრი ნიშნულოვანი შეიძლება ითქვას კარდინალური საკითხები საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიისა. მათ შორის იყო საქართველოს ესე იგი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. ეს ნაწილი სწორედ ჩემს მიერ არის დაწერილი და ამ წიგნთან ახლავს კიდე ქრესტომატიული ნაწილი ისეთი დოკუმენტებისა, რომელიც მაშინ პირველად გამოქვეყნდა ქართულ ისტორიოგრაფიაში და მათ შორის ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში რაც იყო გამოქვეყნებული და მათ შორის არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს იქნა მიღებული. წიგნი კარგი ქართულით არის დაწერილი, ადვილად იკითხება და მე მგონი ისე ამოვა. ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი ყოველთვის არის წიგნი, რა თქმა უნდა. შესანიშნავი მე მაინც ვაჩვენებ ჩვენს მაყურებლებს, მსმენელი ვერ დაინახავს, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან საინტერესო საჩუქარი გაგვიკეთა ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა. დიდი მადლობა. თქვენ შეიძლება ითქვას, რომ ამ საჩუქრით რაღაცა ეტაპზე გაიცით ჩემს კითხვას. დიახ, მაგრამ მაინც ვიტყვი, ძალიან ისე მოკლედ მოგახსენებთ. ესე იგი, ზოგადად კულტურა არის ერის პასპორტი. შეიძლება ითქვას მისი სავიზიტო ბარათი. კი ბატონო. და ჩვენ ქართველებს გვაქვს უნიკალური კულტურა. და ეს უნიკალურობა განსაზღვრულია სწორედ აი იმ ფაქტორებით, თქვათ, აი რაღაცაზე გავლენებით, მაგრამ ჩვენ არასოდეს ისე არ ვექცეოდით სხვა კულტურების ზეგავლენის ქვეშ, პირიქით, ჩვენ უფრო მეც გავცემდით ამისთვის. ანდა თუ რაღაცას ვიღებდით, მე ცოტა ჩვენებურ პრიზმაში გადამუშავებულს გავცემდით, არა? და აქედან გამომდინარე შეიქმნა უნიკალური ქართული კულტურა, რომელსაც უნდა თვალისჩინივით მოფრთხილება. ეხლა მე რახან მეცნიერი კი ბატონო, აი გუნდა მეკითხა ზუსტად. მეცნიერების ხო, კუთხით თუ წავალთ, უკეთესი იქნება. უდიდესი ნაწილია ჩვენი კულტურის. რა თქმა უნდა, ესე იგი მეცნიერება არის ქართული კულტურის უდიდესი სეგმენტი, არა? ეხლა ქართული მეცნიერება შეიძლება ითქვას ძალიან მყარ ფესებზეა ამოზრდილი.
დღეს მის მთავარ შტაბს წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელსაც წელს საიუბილეო წელი აქვს, 85 წელი გვისრულდება. გილოცავთ. მადლობა, საქართველოს ულოცავ. დიდი მადლობა და აი ერთი-ორი სიტყვით მოგახსენებთ როგორ აღნიშნავთ ჩვენ ამ იუბილეს, მაგრამ მანამდე ვიტყვი რომ დღევანდელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის იყალთოსა და გელათის აკადემიის სამართალმემკვიდრე. ეხა საქართველოში ქართველ კაცს ყოველთვის გამოარჩევს მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი. და აი ეს ამ ინტელექტუალური პოტენციალის სიმაღლე ყოველთვის განსაზღვრავდა იმას, რომ მას შეეძლო შეექმნა ისეთი შედევრები, როგორიც შექმნილია. მაგალითად, აი სულ შეიძლება რამდენიმე ის დავასახელოთ. იგივე ვეფხისტყაოსნის შემქმნელიერი ვართ, არა? იგივე სვეტიცხოვლის შემქმნელიერი ვართ. იგივე ჯვარის, იგივე თან ერთ კითხვას გეტყვით თქვენ შედევრი ახსენეთ, სიტყვა და არ შემიძლია არ კითხოთ. სულ მაინტერესებდა სხვათა შორის და ახლა გამახსენდა და აი ზუსტად ის ადამიანი ხარ თვით ამაზე გამცემ პასუხს. შეიძლება რომ სამეცნიერო ნაშრომს უწოდოთ შედევრი. იცით რა გააჩნია ნაშრომს? არა, ხო არის როგორც აი სამეცნიერო მიმართულებით ეს არის უნიკალური ნამუშევარი, მაგრამ აი უწოდოთ შედევრი. როგორ არ შეიძლება თუ თქვათ აი მხატვრის ნამუშევარ შეიძლება უწოდოთ შედევრი. თუ თქვათ რაღაც არქიტექტურის კარგ არქიტექტურულ ნაგებობას უწოდოთ. რატო არ შეიძლება მეცნიერებაშიც იყოს შედევრი? აი შედევრი იყო თავის დროზე თამაზ გამყრელიძის ნაშრომი ინდოევროპულ ენებზე რა ივანოვთან ერთად შექმნილი. ხო და ივანე ჯავახიშვილის ყველა ტომი ქართველი ერის ისტორიის შედევრია. იგივე დიმიტრი უზნაძე დიმიტრი უზნაძე, მისი თავისი ცნობილი განწყობა. ყველა ჩვენი, აი ქართული მეცნიერება, მე აი მივდიოდი მაკეთკენ. ესე იგი, უმთავრესი რა არის, რომ იყოს შექმნილი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მქონე ქართული სამეცნიერო სკოლები. მათემატიკაში, ჩემო ბატონო, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში, აღმოსავლეთ ცოდნეობაში და ასე შემდეგ და ყველა ამ მიმართულებას არა სათავეში ედგა ისეთი მეცნიერები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით იყვნენ აღიარებული და ყველა მათი ძირითადი ნაშრომები იყო შედევრი. აბა გიორგი წერეთლის ახლა არმაზის ბილინგვად, როდესაც გამოიცა, შედევრი იყო, აბა რა იყო? ეთანხმებით. ამიტომ რა არის იცით საერთოდ თვითოული ერის და ქვეყნის მე ასე მგონია სიძლიერეს განსხვავებს მისი მეცნიერების დონე მისი აი რა ყურადღება ექცევა მეცნიერებას რა თანხები იდება მეცნიერების განვითარებაში როგორ არიან წარმოჩენილნი ქართველი მეცნიერები მე მაგალითად ვისურვებდი რომ ქართულ მასმედიაში უფრო მძლავრად და უფრო ძალუმად ისმოდეს ქართული მეცნიერების ხმა და ქართველი მეცნიერები უფრო კარგად იყვნენ წარმოჩენილნი ეს ამის უკმარისობა იგრძნობა ბატონო და აუცილებელი რაც შეიძლება მეტი გადაცემები იყოს ქართულ მეცნიერებაზე ხო თვითონ ეხა მეცნიერებათა აკადემია შეიქმნა 1951 წლის 10 თებერვალს 16 დამფუძნებელი, მამა დამფუძნებელი ყავს მამა აკადემიკოსი, აი ამ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და თითქმის ყველა მათგანი ბანულადო იყვნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. ასე რომ უშუალოდ მომზადებაში აი ანამძღვარად შეიძლება ვთქვათ, რომ საფუძველი შეუქმნა აი ამ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებას უნივერსიტეტმა. და უნივერსიტეტის დაარსება კიდე იყო უდიდესი მოვლენა, რა, რომელიც 1918 წლის 26 იანვარს შეძლო, აი მე ვიტყოდი ღმერთ კაცმა ივანე ჯავახიშვილმა შეუძლებელი შეძლო. და აი ამ კაცმა და სწორედ ამიტომ იყო რომ პეტრე მელიქიშვილმა დაწერა და უთხრა მას მიმართა რომ სწორედ ივანე ჯავახიშვილი ის ერთადერთი რაინდი და მესაძირკვლე ესე იგი თბილისის უნივერსიტეტის ამ კაცმა ეს მოახერხა ჩემი აზრით გენიოსები ყველა რომ გათვალეს ის რომ განათლებაშია მომავალი მანამდეც იყო რაღაცა მცდელობები მაგრამ არ გამოდიოდა და ამათმა ეს გათვალეს და ივანეს გვერდით იდგნენ დიდი მოღვაწეები და ყველა აი ამ მათგანმა შეძლო შეუძლებელი და დააფუძნა თბილისის უნივერსიტეტი რომელიც დღესაც უმნიშვნელოვანესი
უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა გახლავთ და კულტურის კერა გახლავთ ქართული კულტურის კერა. ხო, მეცნიერებათა აკადემიის შესახებ რა მინდოდა კიდევ მე თქვა, აი ვახსენეთ არა საიუბილეო წელიწადია. ხო, და მინდოდა მეკითხა, აპირებთ დაპატიჟებულები. აუცილებლად, ესე იგი, აი ნამდვილიმე ეტაპად ასე ვთქვა, დაიყო პირველი ეტაპი ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი 22-23 მაისს წელს. ესე იგი, მოწვეული ყავდა ცნობილი ქართველოლოგები იაპონიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, იმ დიდი ბრიტანეთიდან და საკმაოდ მასშტაბური ესე იგი, კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია კონგრესი ჩავატარეთ. წაკითხული იქნა 22 მოხსენება. ესე იგი, ეს მათ შორის იყო საქართველოს ისტორიის და ხაზს უსვამ ქართული კულტურის ისტორიაში, ფილოლოგიაში, ენათმეცნიერებაში, ლიტერატურაცოდნეობაში და ხელოვნებაცოდნეობაში. რაც შეეხება მეორე განყოფილებას ვაპირებთ ოქტომბერში, სადაც უკვე ესე იგი გაიმართება, ასე ვთქვათ, დიდი საღამო. ამას უკვე მთავრობა აკეთებს ამის ორგანიზებას და მოწვეული იქნება ჩამობრძანდებიან მოწვეული სტუმრები და რა თქმა უნდა თქვენს მოწვეული ბრძანდები და გეპატიჟებით. დიდი მადლობა. იცოცხლეთ. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ მაინც რაღაცა დოზით შევეხეთ, მაგრამ კიდევ უფრო რო გავშალოთ ეს თემა თავად აკადემიის მნიშვნელობაზე რო ვისაუბროთ. ხო? აკადემია დღეს ხო გეუბნებით გახლავთ ქართული მეცნიერების მთავარი შტაბია. კი ბატონო, და აქვე მივაყოლებ კიდე ერთ კითხვას, დღეს რა მდგომარეობაშია ქართული მეცნიერება და აი ჩვენ საუბრობდით იმ გენიოსებზე, ხო? და აი დღეს თუ არის მიმართულების მეცნიერები, რომლებიც ასევე საერთაშორისო მასშტაბის არიან. კი ბატონო, მე სანამ აი მაგამდე მივალ აუცილებლად მინდა ვახსენო, ეხლა ჩვენ ალბათ ახალგაზრდებიც გვისმენენ, არა? ხო და უნდა ვახსენოთ, აუცილებლად არ ვიქნებით მართალნი, თუ არ ვახსენებთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტებს. არ გავიხსენებთ. თან თითებზე ჩამოსათვლელები არიან, რა. პირველი დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დამფუძნებელი აკადემიკოსი გახდათ ნიკოლოზ მუსხელიშვილია, რა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. მაშინ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული მერე დავამატეთ. სკოლის ფუძემდებელი და აღიარებული დიდი მეცნიერი. შემდეგ ბატონო უნდა ვახსენოთ აუცილებლად ილია ვეკუა. კიდევ ერთი გენიოსი. კიდევ ერთი ძალიან დიდი მეცნიერი და მათემატიკოსი არა და ჩვენი მათემატიკური სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი. ჯერ რაღაცა შეგო ტექნიკური საგნის მიმართულების არა, ნუ ესე დაალაგდა პრეზიდენტების ამბავში, მაგრამ მე ნახავთ რომ ცოტა ჰუმანიტარიად შემოვა, კი. შემდეგ ბატონო ჩემო, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ევგენი ხარაძე. დიახ. და სხვათა შორის ესეც მინდა თქვა, რომ მე მქონდა ბედნიერება ბატონი აკადემიკოს ევგენი ხარაძისგან მიმეღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედალი. ჩემმა სტუდენტურმა ნაშრომმა გაიმარჯვა კონკურსში, მიიღო ეს მედალი და 1979 წელს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე, სადაც ყველა აკადემიკოსი იყო რა, შეკრებილი და განიხილავდა მნიშვნელოვან საკითხებს, ერთ-ერთი საკითხი გახდათ აი ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოება, სტუდენტების დაჯილდოება და მათ შორის იყო და ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი. მაქვს ის ფოტო შენახული და ეს ფოტო ჩემთვის ძალიან ძვირფასია. შემდეგ ბატონი ევგენი ხარაძის შემდეგ უნდა ვთქვათ, რომ აკადემიას ხელმძღვანელობდა ალბერტ თავხელიძე. აკადემიკოსი, ცნობილი ფიზიკოსი. ალბერტ თავხელიძის შემდეგ აკადემიის პრეზიდენტი გახდათ თამაზ გამყრელიძე. ვიცით არა როგორ, აი უკვე შემოვიდა ჰუმანიტარია, ხო, ესე იგი როგორი დონის მეცნიერი, აღიარებული. ბატონი თამაზის შემდეგ ხელმძღვანელობდა გიორგი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. და მეშვიდე პრეზიდენტი დღეს მოქმედი პრეზიდენტი ბატონი გიორგის შემდეგ არის ბატონი როინ მეტრეველი, ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქი, აღიარებული მეცნიერი, საერთაშორისო აღიარებული მეცნიერი, რომელმაც მოახერხა შექმნა თავისი სამეცნიერო სკოლა და დიდი მადლობა მას ამისთვის.
ეხლა რაც შეეხება დღევანდელ მეცნიერებათა აკადემიას, დღეს მეცნიერებათა აკადემიაში ფუნქციონირებს სამეცნიერო განყოფილებები. ამ სამეცნიერო განყოფილებებს სათავეში უდგათ აკადემიკოს დივნები. ესე იგი, ხელმძღვანელობა არის აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიკოს დივანი. და შემდეგ უკვე დარგების მიხედვით აკადემიის ესე იგი განყოფილებები. ამავე დროს ამ განყოფილებებში შექმნილი გვაქვს ჩვენ დარგობრივი კომისიები. და ეს დარგობრივი კომისიები ძალიან სერიოზულად მუშაობენ და ესე იგი წარმოაჩენენ ძალიან მნიშვნელოვან მოხსენებებს, მნიშვნელოვან საკითხს. მაგალითად, ეროვნული პრობლემების კომისია გვაქვს შექმნილი, რომელსაც აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ხელმძღვანელი ცნობილი ჩვენი აღმოსავლეთმცოდნე თურქოლოგი აკადემიკოსი და ეროვნული კაცი და ბატონობა შეუძლია ადამიანს რომელსაც არანაირი ხარისხი არ აქვს შეიძლება ითქვას რომ დაამთავრა უნივერსიტეტი და ან რომელიმე სხვა უნივერსიტეტი არ აქვს ამას მნიშვნელობა მაგრამ მას გონია რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ნაშრომია გაკეთებული და აი პირდაპირ მოვიდა და მოიტანა არა იცით როგორ მოსულა ასეთი რაღაცა არა ეხა სულ ეგრეც არა იქ რაღაცა გარკვეული ფილტრაცია აუცილებლად იქნება ხო იმიტომ რომ ეხა უნდა კონდეს რაღაცა მართლა მნიშვნელოვანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი წიგნი უნდა იყოს მნიშვნელოვანი ნაშრომი თორე თუ მნიშვნელოვანი ნაშრომი რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს წიგნის მე არ მიყვარს სიტყვა პრეზენტაცია წარდგინება გვაქვს ხოლმე ძალიან ხშირად ეს ჩვენთან ხშირად არის ხოლმე ამავე დროს ჩვენთან ნუ ესე იგი აკადემიასთან ფუნქციონირებს საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება და ასევე საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი. აი ამ საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტს ბატონი როინ მეტრეველი ხელმძღვანელობს და ეს საზოგადოება და ეს კომიტეტი ერთობლივ სხდომებს ვატარებთ ხოლმე და ვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ვისმენთ ხოლმე და შემდეგ მიდის ამ მოხსენებების განხილვა. გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების შესახებაც თან რო ჩავეტიოთ და ყველაფერი მოვასწროთ და იმდენი რამეზე საუბარი შეიძლება ბატონო ბატარო აკადემიაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ. ეს არ მეპარება. მე გაძლევთ პირობას რო ახალ სეზონში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და აი განვავრცოთ ბოლომდე და ჩავშალოთ აკადემიის თემა. კი ბატონო, თანახმა ვარ, სიტყვა. რაც შეეხება გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოებას, ორი სიტყვით ვიტყვი, აი განსაკუთრებით ახალგაზრდების გასაგონად მინდა თუ გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო დიდი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ის გახლდათ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯერ სამხედრო, მერე განათლების მინისტრი. იყო ამავე დროს პრემიერ-მინისტრის მოადგილე. და გარდა ამისა, რომ იყო სახელმწიფო მოღვაწე, იყო ძალიან მაგარი მოაზროვნე კაცი. მან ციხეში, სუზდალის ციხეში 1924 წელს დაწერა ძალიან მაგარი წიგნი, რომელსაც ქვია ფიქრები საქართველოზე. მოახერხა ამ ესე იგი ციხიდან ამ წიგნების ოჯახისთვის გადაცემა. ოჯახმა წარმოგიდგენიათ მთელ იმ პერიოდში, აი დიდი ტერორის პერიოდში ისე გამოატარა, ისე ქონდათ შენახული როგორც რელიკვია ეს ხელნაწერი და შემდეგ უკვე ამ ოჯახის შვილებმა ბატონმა თეიმურაზ ლორთქიფანიძე გრიგოლის ვაჟიშვილმა მოგნახა ჩვენ ისტორიკოსები დაგვეკონტაქტა მამას და მე მოგვიტანა ეს ხელნაწერი და მე მქონდა ბედნიერება და პატევი რომ 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისმა გამომცემლებამ გამოსცა აი ეს წიგნი გრიგოლ ლორთქიფანიძეს ფიქრები საქართველოზე ჩემი რედაქციით და ჩემი შენიშვნებითა და კომენტარებით რომელიც დღეს უკვე ესე იგი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და მე ვფიქრობ ეს არის წიგნი რომელიც ყველა ქართულ ოჯახში უნდა იყოს და ყველა სახელმწიფო მოხელეს დაწყებული მინისტრებიდან გათავებული დეპუტატებით უნდა ედოთ სამაგიდაზე სამაგიდო წიგნია და მე ხა ვაპირებ ხელმეორედ გამოვცე ეს წიგნი ეხლა რა შეეხება თვითონ საზოგადოებას ესე იგი მე მაქვს პატივი რომ დღეს მე ვხმძღვანელობდი ამ საზოგადოებას ესე იგი ამ საზოგადოების ფუნქცია არის საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის წარმოჩენა. ესე იგი ამ საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ ჩვენი დიდი პატრიარქი ილია მეორე ასევე აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და ასევე ჩვენი წევრია ბატონი აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
ეს საზოგადოება თავის დროზე დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მისი პირველი პრეზიდენტი გახდათ კულტუროლოგი, კულტურის ისტორიის აღიარებული მკვლევარი ბატონი პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე. ხო, ეხა კონკრეტული საქმეები, აი ბევრი ნიშნულოვანი სამეცნიერო კონფერენცია გვაქვს ჩატარებული მაღალ დონეზე და ეხლა ამ წუთში ორ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ერთი ეს არის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩვენ ვატარებთ, გავაკეთეთ ესეთი პროექტი საქართველოს ისტორიის ლექტორიუმი. ჩვენი ამოცანა არის მოვახდინოთ საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია უფრო ღრმად შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას საქართველოს ისტორიის შესახებ და უკვე ჩავატარეთ 4 სხდომა. ესე იგი ამის პრინციპი რა არის? რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ადრე შეიძლება ისე სრულყოფილად არ იყო შეფასებული, ამის შესახებ ვიწევთ ცნობილ მეცნიერებს, ცნობილ პროფესორებს და ვაკითხებთ ამ ლექციებს. ასეთი 4 სხდომა უკვე ჩავატარეთ. ბოლო გახლდათ ჩემი საჯარო ლექცია, რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოს პირველ დამოუკიდებლობაზე. რა იყო ეს პირველი დამოუკიდებლობა? რა არის ჩვენთვის ფასეული დღეს? აი ამ რა დაგვიტოვა, რა გამოცდილება დაგვიტოვა ამ დამოუკიდებლობამ და მანამდე ეს ლექციები წავაკითხეთ ოკუპაციაზე გავაკეთეთ ეს პირველი ლექცია თებერვალში იყო პროფესორ ოთარ ჯანელიძემ წაიკითხა ლექცია შემდეგ გავაკეთეთ საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე წაიკითხა პროფესორმა უნივერსიტეტის პროფესორმა დიმიტრი შველიძემ შემდეგ 9 აპრილზე თვითონ დაინტერესება როგორია ძალიან მნიშვნელოვანია ერთი აკეთებთ და მეორეა დაინტერესება კარგია ინტერესები, მაგრამ მე უფრო ვისურვებდი აი ორგანიზაციულ საკითხებში, ჯერ ვიტყვი იმასაც ვიტყვი, რომ არ გამორჩეს ერთ-ერთი ლექცია იმ 9 აპრილთან დაკავშირებით წაიკითხა თვითონ ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ბოლო იყო ჩემი ეს პირველი დამოუკიდებლობა. ეხლა კიდე ეს ყველაფერი გაგრძელდება და არ დავტოვებთ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხს და თემას. რაც შეეხება დაინტერესება არის, ოღონდ როგორ არის, უფრო ცოტა ვიწროდ ეს იმართება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, ძალიან დიდი დარბაზი არ არის. ხო, ეს უფრო რაღაცა პირადი, ასე ვთქვათ, წრი არის ჩვენი ნაცნობობის, ვისაც აინტერესებს ეს თემები, მაგრამ მე ვისურვებდი აუცილებლად, რომ ეს უნდა გაფართოვდეს, უნდა დაველაპარაკოთ აუცილებლად სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჩავრთოთ უნდა აუცილებლად მე ვფიქრობ სკოლების უფროსი კლასელების ჩართვა შეიძლება სტუდენტები და აუცილებლად მინდა ჩავრთოთ კიდე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ყოფილი პიონერთა სასახლე სადაც ასე ვთქვათ ძალიან დიდი პოტენციალია თვითონ მე მისი აღზრდილი ვარ მხარესოდნეობის კაბინეტში დავდიოდი იქ მე-6 კლასიდან და მთელი საქართველოს იქ შემოვიარეთ ხალბატონი ირინე მიქელაძე ხელმძღვანელობდა ამ კაბინეტს და ძალიან ბევრი მომცა ამ კაბინეტმა. აი ეს ხო და ეხლა ერთი მეორე მომენტი რო გითხარით პოპულარიზაციის საქმეში საქართველოს ისტორიის და ქართოლოგიის აი აპრილის თვეში ესე იგი ჩვენ ჩავატარეთ თვითონ ათენში ჩავატარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ათენში არის ერთი კარგი ქართული ცენტრი კულტურის შეიძლება ასე ითქვას განათლებისა და კულტურის ცენტრი კავკასია და საქართველოს ესე იგი ათენის საქართველოს ინსტიტუტი რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე ცნობილი მეცნიერი და მასთან ერთად აი ბატონმა ავთანდილმა გვიმასპინძლა ჩვენთან ერთად იყო ესე იგი გიორგი მაჩაბლის ფონდი და ჩვენმა გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოებამ ჩავატარეთ ძალიან მაღალი დონის კონფერენცია და ოქტომბერში გვაქვს დაგეგმილი კიდე საერთაშორისო ქართოლოგიური სიმპოზიუმი, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას მათ შორის უკვე ახალგაზრდა მეცნიერები. აი ამას უსვამ ხალხს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის დოქტორანტებიც. ძალიან კარგი. ბატონო, ეხლა ცოტა სხვა მიმართულებით მინდა წაგიყვანოთ, მაგრამ ესეც კულტურის ნაწილია, ანუ შორს არ მივდივართ თემიდან, მაგრამ მაინც არ შევიძლია არ კითხოთ, იმიტომ რომ არ გვაპატიებს მსმენელი და მაყურებელი ორი სიტყვა რო არ ვთქვათ, ფეხბურთს თუ უყურეთ.
მსოფლიო ჩემპიონატს. ფეხბურთის მე დიდი გულშემატკივარი გახლავართ. ვის გულშემატკივრობდით? რა თქმა უნდა, მე გულშემატკივრობდი ესპანეთს. და გულშემატკივრობდი სხვათა შორის არგენტინასაც. არგენტინასაც რატო იცით? არგენტინა არის განსაკუთრებული ქვეყანა ჩვენთან მიმართებაში. არგენტინის რესპუბლიკამ 1919 წლის 15 სექტემბერს პირველმა იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ესე იგი, მისმა პრეზიდენტმა იპოლიტო ირიგოენმა მოაწერა ხელი ამ დამოუკიდებელ ამ ჩვენი აღიარების აქტს და ამ საქმეში ძალიან დიდი როლი შეასრულა ლუის მოლინა. ეს ლუის მოლინა გახდა ცნობილი დიპლომატი, რომელიც ბერლინში მოღვაწეობდა და ბერლინში მოხდა სწორედ ჩვენი მთავრობის და მისი დაკონტაქტება და აი ისე იმუშავეს, რომ მერე უკვე პრეზიდენტმა მოაწერა ამას ხელი. ამიტომ განსაკუთრებული სიმპათია მაქვს ამ ქვეყნის და ნუ ამავე დროს ძალიან მიყვარს და ძალიან მაფასებ მესის. ლეონელ მესის ძალიან მინდოდა რომ მას ეს თასი ხელმეორედ დაეჭერა მსოფლიო თასი ვერ მოხერხდა მაგრამ მესი მაინც შემიძლია გითხრათ მაინც უდიდესი ფეხბურთელია ეს არის ფეხბურთის დღევანდელი მესია როგორც მეცნიერი როგორც გულშემატკივარი ხო და ესპანეთი უძლიერესი გუნდია პლანეტაზე მისი ეს ყველა ესპანეთის გულშემატკივრას ულოცავ ეს არის უძლიერესი გუნდი მისი მომგები გუნდი დღეს პლანეტაზე არ არის შეიძლება დაამტკიცეს ყოველ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონი მერე ხო მერე ვნახოთ როგორც ისტორიკოს როგორც გულშემატკივრას მინდა გკითხოთ მე მგონია რომ კი იქნება პასუხი მაგრამ მაინც გითხავთ ფეხბურთის ხო უდიდესი ნაწილია კულტურისა ფეხბურთი ესე იგი ბარონადო ფეხბურთი არის საქართველოში აყვანილი ეს სხვა ფენომენია იცით მე ვამბობ შეიძლება ისიც მინდა გითხრათ აი მე ვარ ჩვენი ისტორიული გამარჯვების ეხლა მოდი ქართულ ფეხბურთს დავუბრუნდეთ ქართულ ფეხბურთზე გეკითხეთ დინამოს ისტორიული გამარჯვების მომსწრე ვარ მე ვიყავი დუსელდორფში ვახდი გუნდს როდესაც თბილისის დინამო მოიგო ევროპის თასის ფლობელთა თასი კარლსაიზთან დუსელდორფის რაინ სტადიონზე ესე იგი მე ვარ ბედნიერი რომ ვიყავი ქართულთა ამ ისტორიული გამარჯვების მომსწრე თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდებოდა სტადიონზე ესე იგი ეს ჩამოსული სტუმრები მათ შორის ისრაელიდან ქართველი ებრაელები იყვნენ ჩამოსული და დოლით და გარმონით რო იყვნენ ჩვენთან ერთად აქედან ჩემი მეგობრები იყვნენ საფრანგეთიდან ჩამოსულები წოლაძეების ოჯახი არა ლუკა წოლაძე და გელა წოლაძე ერთად გულშემატკივრობდით იქ შევხვდით ერთმანეთს აქეთ ლაშა თაბუგაშვილი ზურაბ აბაშიძე ლაშას გერმანელი მეგობარი ერთად ვერ წარმოიდგენთ რა ხდებოდა მაგრამ როცა ეს ყველაფერი ჩათავდა, აი მაშინ კი ვინატრე რომ ეხლა ცოტა ხანი თბილისში მინდა თბილისში ვისურვე ყოფნა. მაგრამ აქ ისეთი ხდებოდა. აქ ისეთი ამბავი ხდებოდა და მე ხო გვახსოვს ყველას არა კოტე მახარაძის ის სიტყვების საოცარია რა. ხო და მაგრამ მე მაინც იქ ვისურვებდი ყოფნა, იმიტომ რომ მე ჩვენ გავნაგზეთ მოგზაურობა, ვიყავით საარბრიუკანში, მიუნხენში და აი ძალიან ამაღლებულებმა ძალიან ბედნიერება დავათვალიერეთ კიდე გერმანია. ბატონო ბატა, სამწუხარო ჩვენი დრო ამოიწურა. ესე მალე. აი ასე მალე. კი, ასე საინტერესო სტუმართან ერთად ძალიან მალე გარბის დრო, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას და თქვენც უნდა მომცეთ პირობა, რომ ახალ სეზონში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ბევრი საკითხი დაგვჭა კიდე დასახელველი. მათ შორის თბილისის კულტურული ცხოვრება როგორ იყო ჩემი ახალგაზრდობის დროს, რას უსმენდით, ვის კონცერტებზე დავდიოდით, რა თქმა უნდა და ჩვენ გავარკვიეთ ის რომ გვაკავშირებს ჯაზის სიყვარული თუმცა დღევანდელ გადაცემას ჯაზით არ ვასრულებ მაინც გადავწყვიტე რაღაცა ესეც ხო ჩვენი კულტურის ნაწილია ხო აკადემიური მუსიკა ქართული კლასიკური მუსიკა და ყოველთვის ოპერისა და ბალეტის თეატრში სეზონი სრულდება ხოლმე ზაქარია ფალიაშვილი და მეც მინდა დღევანდელი სეზონი ჩემი გადაცემის და ეთერი რომელიც 1919 წელს დაიდგა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს რომლის გამოცდილებაც ჩვენ უნდა ძალიან კარგად ვისწავლოთ. პაატა სურგულაძე გახდა დღეს ჩემი სტუმარი, დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გვისმენდა და გვიყურებდა, ჩვენ მომავალ სეზონში შევხვდებით. დროებით. დიდი მადლობა ბატონო ლადო, მე ერთს ვისურვებდი, მე მადლობას გადაგიხდით თქვენ იმისთვის, რომ თქვენ ეწევით ქართული კულტურის პოპულარიზაციას. დაინახეთ, თქვენ გადაცემას ხო ქვია იმედის კულტურა. აი მე დავარქმევდი შევცვლი
გავთვლიდი ასე და ასე გავდეი კულტურის იმედი. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი დიდი კულტურის იმედი. მაღლა უნდა ავწიოთ ჩვენი კულტურის დროშა და ამაყად ვიაროთ წინ. ძალიან დიდი მადლობა დროებით იცოცხლეთ.